ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე რუსეთი და უკრაინა ისევ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე არიან. მოსკოვი ზავს მხოლოდ რამდენიმე საათით 8-9 მაისს აცხადებს, იმ დროისთვის, როდესაც წითელ მოედანზე ნაციზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული სამხედრო აღლუმი იმართება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა მიიღო, რომელმაც მანამდე თავადაც არაერთხელ განაცხადა და კრემლის პრეზიდენტის მეშვეობითაც არაერთხელ გააჟღერა თითქოს აღლუმის დღეს უკრაინული მხარის ეგრეთ წოდებული ტერორისტული თავდასხმებია მოსალოდნელი. მოსკოვის პირობებით გაწერილი ცალმხრივი შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში რუსული მხარე კიევის ცენტრში მასირებული სარაკეტო დარტყმებით იმუქრება, რაც კრემლის მტკიცებით მანამდე ჰუმანიტარული მიზეზებით არ მომხდარა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების შესაბამისად 2026 წლის 8-9 მაისს ცხადდება ცეცხლის შეწყვეტა. სამამულო ომში საბჭოთა ჯარების გამარჯვების აღსანიშნავად. ვიმედოვნებთ უკრაინული მხარე მიჰყვება ამ მაგალითს. ამასთან ყურადღებას ვაქცევთ კიევის რეჟიმის მეთაურის მიერ ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მოიცავს მუქარებს სწორედ 9 მაისს მოსკოვზე დარტყმების განხორციელების შესახებ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ მიღებული იქნება ყველა აუცილებელი ზომა საზეიმო ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მიუხედავად ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობებისა, რუსეთი ჰუმანიტარული თვალსაზრისით მანამდე თავს იკავებდა მსგავსი ქმედებებისგან. ვაფრთხილებთ კიევის სამოქალაქო მოსახლეობასა და უცხოური დიპლომატიური სამსახურების თანამშრომლებს. დროულად დატოვონ ქალაქი. გადაწყვეტილებას კიევი არასერიოზულს და აბსოლუტურ ცინიზმს უწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ადამიანის სიცოცხლე შეუდარებლად დიდი ფასეულობაა, ვიდრე ნებისმიერი წლისთავის ზეიმობა და ამ შემთხვევაში მოსკოვის ნაბიჯი მიმართულია არა ნამდვილად ომის შეჩერებაზე, არამედ რუსული სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის დემონსტრირებისთვის განკუთვნილი ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებასა და ზეიმზე. უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ 5-დან 6 მაისის ღამის 12 საათიდან ფრონტზე სიჩუმის რეჟიმს აცხადებს, რითაც პასუხობს ვლადიმერ პუტინის ეგრეთ წოდებულ დროებით ზავს და სარკისებურად მოქმედების პირობას დებს. ამერიკელები რუსებთან განიხილავდნენ 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას. ჩვენ ოფიციალურად არავინ დაკავშირებია და არც არავის ოფიციალურად შემოუთავაზებია. ეს არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. მაშ ასე რუსეთსა და ამერიკას შორის განიხილებოდა ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა რა სახის ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი? მნიშვნელოვანია ჩვენმა მხარემ იცოდეს, რაზე თანხმდებიან ისინი. ცალკე საკითხია მეორე რამ, ცეცხლის შეწყვეტა ერთი დღით. მანამდე კი ჩვენი მოქალაქეების ხოცვა. რბილად რომ ვთქვათ, ასე უბრალოდ უსამართლოა. დღეს მეერეფა გუშინ დნიპრო, დაღუპულები, დაჭრილები, როგორც ზრდასრულთა, ისე ბავშვთა შორის. ბოდიში ვიხდი, მაგრამ ამის შემდეგ ისინი ამბობენ, რომ წყვეტენ სარაკეტო და დრონებით იერიშებს უკრაინულ ქალაქებსა და დასახლებებზე აღლუმამდე ერთი დღით ადრე და გვთავაზობენ ერთდღიან დაზავებას. ეს არასერიოზულია. საშუალება მივცეთ მათ იზეიმონ დღესასწაული. ჩვენ აღარ გვაქვს დღესასწაულები, მათ დასვენების დღე ვაჩუქოთ და 9 მაისს მეორე დილას კვლავ დაიწყონ ჩვენი დაბომბვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერევანში მედიასთან საუბრის დროსაც განმარტა, რომ თუ კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ მოსკოვში აღლუმს ვერ ჩაატარებს უკრაინის კეთილინების გარეშე, დროა რუსულმა ხელმძღვანელობამ რეალური ნაბიჯები გაადგას მათი ომის დასასრულებლად. აგრესიული საბრძოლო მოქმედებების გამო 9 მაისის ტრადიციული აღლუმის ჩატარება კრემლს ისედაც არატრადიციულ ფორმატში უწევს, სამხედრო ტექნიკისა და კადეტების გარეშე, თუმცა გაძლიერებული საჰაერო თვალსაჩინო სისტემებისა და წითელ მოედანზე დამონტაჟებული დრონ-საწინააღმდეგო ბადეების თანხლებით.